მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე თქვენთვის ვაშკარებ ერთი კვირის პროგნოზს. ჩვენ ვნახავთ ზოგად მიმოხილვას თუ რა ენერგიები გვექნება პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ, ფინანსების ირგვლივ, ჯანმრთელობის ირგვლივ და რა თქმა უნდა გვექნება აუცილებლად გაფრთხილება სამყაროსგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ გაფრთხილება ყოველთვის გვაძლევს ერთგვარ მზაობას, რომ ელემენტარული ვიცოდეთ, რომ რაღაც კონკრეტული მიმართულებით ამ ერთი კვირის განმავლობაში კარგი ან პირიქით არ არის კარგი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ხო? ამიტომ მოდით მე ბევრ დროს არ წავართმევ არც ჩემს თავს, არც თქვენ და შევუდგეთ ერთი კვირის პროგნოზს და ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორი ენერგიები გვექნება და რას გვიამბობენ ტაროს არკანები. მოსშესადამე, პირველი არკანი გვეტყვის თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორი იქნება ჩვენი ფინანსური ენერგია, როგორი იქნება ჯანმრთელობა, როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობა. და აუცილებლად ვნახავთ გაფრთხილებას ამ ერთი კვირის განმავლობაში, რას უნდა გაუფრთხილდეთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოსშესადამე, პირველი ჩვენ ვნახავთ თუ როგორი იქნება ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში. ძალიან კარგი. ფინანსურად ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მეტად შედეგის მიღების პერიოდია, როდესაც ადამიანი იღებს იმ შედეგს, რომელიც მან მოიმკა. და ეს შედეგი ნამდვილად იქნება თქვენთვის საამაყო, ნამდვილად გექნებათ იმის განწყობა, იმის მდგომარეობა, რომ ფინანსურად ხართ ძლიერად, ხართ სტაბილურად, რომ თქვენი ფინანსური რესურსი ნამდვილად საიმედო ხელშია და ეს საიმედო ხელი თქვენ ხართ და ასევე მაჩვენებს იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერი თქვენი ფინანსური აქტივობა, ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება გონივრული, აუცილებლად იქნება თქვენთვის სიკეთის და წარმატების მომტანი, ასე რომ, იმიტომ რომ თქვენ იცით როგორ გაანაწილოთ თქვენი ფინანსური ენერგია პირდაპირ Elder of Pentacles ამოვიდა, ანუ პირდაპირ ადამიანი ენერგია, რომელიც არა მხოლოდ იღებს ფინანსურ ენერგიას, არამედ იცის როგორ გაანაწილოს ის. ასე რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში აბსოლუტურად შეგიძლიათ ენდოთ საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებს და მიიღოთ სიამოვნება იმ შედეგით, რომელიც დაიმსახურეთ. ახლა კი ვნახოთ, როგორი იქნება ჯანმრთელობა ამ ერთი კვირის განმავლობაში. სამიანების კვერთხები. სამიანების კვერთხები, ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი არკანია ნამდვილად. პირველ რიგში ეს აჩვენებს ძალიან კარგ და ხარისხიან ნახეთ, ძალიან კარგი ხარისხიანი ენერგია გექნებათ, ხო, არის, ხო, ხან რაღაც უხარისხოვები ვართ და რაღაც არ გრძნობთ თავს კარგად, არ გრძნობთ თავს ენერგიულად. აი, ახლა ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ენერგიაც ძალიან ინტენსიური და ძლიერი გექნებათ, მორალურადაც ძალიან ძლიერები იქნებით და ზოგადად მზად იქნებით იმისთვის, რომ გადადგათ ჯანმრთელობის ირგვლივ, თუ კი ვთქვათ, რა ვიცი, რაიმე ელემენტარული, რაიმე, ადამიანები ვართ, ხომ? თუნდაც რაიმე მინიმალური დისკომფორტი, რომც კი შეგექმნათ, ხომ მე აქ მაჩვენებს, რომ თქვენ ნამდვილად ყველაფერს ძალიან სწორად, წესრიგით და გაგებით და
ძალიან გონივრულად, მოდი ასე ვთქვათ, დაალაგებთ და მოაწესრიგებთ, მაგრამ მთლიანობაში მე მაინც მაჩვენებს, რომ ეს არის ძალიან ძლიერი, ძალიან კარგი ჯანმრთელობის პოტენციალი და ამ მხრივ ვისაც ვთქვათ, ჰქონდათ პრობლემები, მაჩვენებს, რომ მორალურად შიგნიდან იმდენად ძლიერები იქნებით და იმდენად ენერგიულები იქნებით, რომ ეს ყველაფერი თქვენს ფიზიკაზეც აუცილებლად აისახება. ძალიან კარგად მივდივართ, ჩემო ძვირფასებო, ხლა კი ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები. მეგობრებო, ყველაფერი ძალიან კარგად არის. ყველაფერი ძალიან კარგად არის. ეს არის პარტნიორულ ურთიერთობებში, ეს არის ვისაც არ ყავთ პარტნიორი, ეს არის სასიამოვნო გაცნობა, სასიამოვნო ურთიერთობების ძალიან კარგი რომანტიული ურთიერთობების ძალიან კარგი ჩანასახი ხო პერიოდი იმისთვის, რომ ვისაც გაქვთ პარტნიორული ურთიერთობები დაალაგოთ, უფრო მეტად ემოციურად დაუახლოვდეთ პარტნიორს, პარტნიორისგანაც მიიღებთ ნამდვილად იმ შესაბამის ემოციურ მხარდაჭერას, რომელიც თქვენ გჭირდებათ. მაგალითად, თუ არავინ არ ყავთ, არც გინდათ, არც გჭირდებათ, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მაჩვენებს, რომ თქვენს თავთან იმდენად ჰარმონიული, იმდენად მშვიდი, იმდენად ბალანსში და იმდენად კარგად იგრძნობთ თავს, რომ ნამდვილად შეივსებით ძალიან ბევრი დადებითი და სასიამოვნო თქვენთვის დადებითი და თქვენთვის სასიამოვნო და ჰარმონიული პროცესებით, ენერგიებით, მაგრამ მთლიანობაში მე მინდა გითხრათ, რომ მაინც ძალიან კარგად იგრძნობთ თავს ისეც, ასეც, მაგრამ აი პარტნიორული ურთიერთობებისთვის ნამდვილად რაღაცა განახლების და როგორც იტყვიან ახალი სუნთქვის მეორედ გახსნილი სუნთქვა, ხო? მეორე სუნთქვა გაეხსნა, როგორც ამბობენ, აი ესე იგრძნობ თავს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ იმდენად ენერგიული იქნებით, იმდენად უსაფრთხოდ იქნებით, ჯანმრთელობაც იმდენად ხელშეგიწყობთ, რომ აი განწყობაც პარტნიორულ ურთიერთობებში ნამდვილად აი ესეთი განახლების და სიახლის და საინტერესო შეგრძნებების და ემოციების მომტანი იქნება, ასე რომ ძალიან მომწონს თქვენი სამივე ზოგადად კვირის ენერგიები ძალიან მომწონს. მეგობრებო, მე წამყვანი ენერგია უნდა ამომიღო, გაფრთხილებას ამოვიღებ ახლა მე თქვენთვის და წამყვან ენერგიასაც ამოვიღებ. მეთქი რა მაკლია, გაფრთხილება არის ცხრიანების თასები. მაქსიმალურად მიიღეთ სიამოვნება თქვენი მიღებული აი იმ შედეგით, რომელიც ემოციურ დონეზეც ძალიან გაგაბედნიერებთ, ფიზიკურ დონეზეც ძალიან გაგაბედნიერებთ, ფინანსურადაც, ანუ გაფრთხილება არის ის, რომ მიიღოთ სიამოვნება მიღებული შედეგით. გამიგეთ ხომ თქვენ თვითონ ორგანულად შიგნით დაისვენოთ ის სიამოვნოთ პროცესით და მიიღოთ ის შედეგი სიამოვნების თვალსაზრისით, არა ვთქვათ ვინმესთან, არა, გასაგებია რომ გავაზიართ, მაგრამ სხვებისთვის იქნებით, ანუ გარე შეფასებებს დაელოდებით, თქვენ გეუბნებიან. პირიქით, მიიღეთ სიამოვნება იმით, რაც გაქვთ, იმ მდგომარეობით და არ გჭირდებოდეთ გარედან ტაშის დაკვრა და აღიარება. ხო, იმიტომ რომ ეს შინაგანი მდგომარეობა, შინაგანი პროცესებია და ჩვენ ხომ ამას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ სხვებს ვანახოთ, ხო, როგორც იტყვიან ჩვენი კარგი პროცესები, ხო? არამედ ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენც ვიგრძნოთ, ხომ? ჯანსაღად ადამიანი თუ მარტო სხვებზე ფიქრობს, ეს პრობლემა არის ფსიქოლოგიური და თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობ და ეს გმირობად მიგაჩნიათ, კიდევ ერთხელ ვიმბობ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ მე აქ არ ვხედავ ესეთ ადამიანს, მე ვხედავ ადამიანს, რომელიც თავის თავსაც პატივსცემს, საკუთარ თავზეც ფიქრობს და აი ზუსტად აი ეს არის, რომ ყველა შეიძლება ვიმეორებ თქვენი წარმატება და ეს კარგი ამბები ნამდვილად არ უხაროდეს, ამიტომ
კი, გააზიარეთ, მაგრამ გააზიარეთ მხოლოდ იმ ადამიანებთან თუ კი გინდათ აი ემოციების და დადებითი პროცესების გააზიარება, ვინც ამას იმსახურებს თქვენი გადმოსახედიდან. ვისაც იცით, რომ თვალები არ გადმოსცვიდება ბოღმისგან და შურისგან, ხო როგორც ეთყენ, მაგრამ მთლიანობაში მიიღეთ სიამოვნება თქვენ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. და ახლა კი ვნახოთ კვირის მთავარი ენერგია. ყველაფერი ვნახე კვირის მთავარი ენერგიის გარდა. როგორ იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში წამყვანი და მთავარი ენერგია. როგორ იქნება? რვიანების პენტაკლები. ძალიან კარგი არკანი არის იმისთვის, რომ აი ნახეთ შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, პროცესების დაალაგება, სხვადასხვა პენტაკლები და ფუტკარი. ფუტკარი კარგად ვიცით, რომ ეს ულამაზესი და საოცარი მშრომელი არსება არის, ხომ? და ძალიან სინქრონული აქვს და ძალიან ლამაზად აქვს დაალაგებული იერარქიულად წყობა ყველაფერი. კარგად ვიცით, რომ ფუტკრებთან მატრიარქატია, რაც ნიშნავს იმას, რომ დედა ფუტკარი, ანუ დედოფალს რასაც ვეძახით, მისი სისტემა განაგებს აი ამ საოცარი პროცესის და უძვირფასესი პროცესის მთავარ მექანიზმს წარმოადგენს, მოდი ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მუშაფუტკრები მუშაობენ, მუშაფუტკრები ვიცით, რომ არ მრავლდებიან და შესაბამისად მუშაფუტკრები მხოლოდ აი ამ უდიდესი პროცესის ნაწილს წარმოადგენენ, როგორც არის გამრავლება, შრომა და ესე იგი წესრიგის მოწყობა სკაში, ხო, რაც ასევე ერთი სისტემის ერთი ლამაზი ნაწილია, ხო? მაგრამ მთლიანად სამყაროს ალგორითმი არის, თუ კი ფუტკრების ოჯახს დავაკვირდებით, ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან სწორად აქვთ განლაგებული, ასე ვთქვათ, აი ეს სინქრონი და პროცესები, რაც ფუტკრების ოჯახში და სკაში მიდის და აი ეს ნიშნავს იმას, რომ რატომ მოვყევი, ხო, ეს იერარქიები, რატომ მოვყევი დედა ფუტკარზე, რატომ მოვყევი მუშა ფუტკრებზე, თქვენ ხართ ეს დედა ფუტკარი, ანუ ამიტომ მეც ვერ გეტყვით, რომ ხა ძალიან ბევრი ინფორმაციას ვფლობ ამ საოცარ არსებებზე, თუმცა ყოველთვის მქონია მსურველი, რომ თუნდაც ერთი ოჯახი მყავდეს და უბრალოდ დავაკვირდე ამ საოცარ მაგიურ ქმნილებებს, ხო? და ალბათ მოვიცლი ამისთვისაც, ხო, მაგრამ თქვენ ხართ ეს დედა ფუტკარი. ყველა ვინც ახლა თქვენ მისმენთ, თქვენ ხართ ეს დედა ფუტკარი და თქვენ ქმნით ამ პროცესებს. აი ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა და რატომ ვისაუბრე ამდენი. თქვენ ხართ ის დედა ფუტკარი, თქვენ ხართ სისტემის თავში და თქვენ ხართ ის დედოფალი ფუტკარი, რომელიც ამოძრავებს მთლიან სისტემას და მექანიზმს. და აი ზუსტად ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გეუბნებიან, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი სტატუსი, თქვენი ძალა, თქვენი ენერგია და თქვენი შესაძლებლობები ნამდვილად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი დაწყებული საქმე წარმატებით მიიყვანოთ ბოლომდე და აი ამ წარმატების შედეგად მიღებული მოსავალი, მოდი ასე ვთქვათ, მოსავლით ისიამოვნოთ, რაც პრინციპში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ჩანს. აი ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მთელი კვირის არკანების ენერგიების საოცარი ენერგიები, ერთი არკანი არ არის ისე, ხო, აი რაღაცა. რო გითხრათ, რომ მოიკოჭლებს, არა, ყველა არკანი აჩვენებს იმას, რომ ნამდვილად სიცოცხლით სავსენი ხართ, ჯანმრთელები ხართ, ფინანსები ადგილზეა, თქვენი ენერგია ადგილზეა, თქვენი ემოციები საოცრად ჰარმონიულია და თქვენი, ასე ვთქვათ, გაფრთხილებაც ეს არის, რომ მიიღეთ სიამოვნება თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.